გამარჯობა. და ბატონი დავითი ჩვენ მოგზაურობას ვაგრძელებ. მარნეული. ეხლა მარნეულში. მარნეულთან დიდი ამბები მაკავშირებს ახალმსახურობდი. ქვემოთ არის ავიაბაზა საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში ერთ-ერთი სამხედრო ავიაბაზა. ასაფრენ ზოლები არის? ასაფრენი ზოლიც არის. მარნეულს ადრე პირველად იხსენიება მე-13 საუკუნეში და ერქვა ლომთაგორა. ლომთაგორა ერქვა, მერე სულწაწმენდილმა შახაბას სულში ძაღლს მიმკვდარმა აქედან ქართველები აყარა და ჩამოასახლა ბორჩალველი თურქმენული ტომები. და მერე ამას ეძახდნენ ბორჩალოს. მერე უკვე ბორჩალოდ გადაარქვეს უკვე რუსები არიან შემოსული საბჭოთა კავშირის დროს და გადმოერქვა უკვე ისევ მარნეული დაარქვეს, ლომთაგორა აღარ დაარქვეს. თუ რამე ახლა გამომჩა, შეგიძლიათ რომ ვიკიპედიაში ნახოთ. მაგიტო და გერბზეც არის ლომთაგორა. აი ახლა ნახე. აქ ახლა დროშა არ არის რატომღაც, წესი დროშაც უნდა ეკიდოს, მაგრამ მოდი გერბზე. დროშა ესეთია. წითელ ფონზე 3 ლომი არის გამოსახული და 2 თეთრი ზოლი აქვს. ეგ არის დროშა, ეს არის გერბი. მოდი გერბი განვიხილოთ. ზემოთ ციხესიმაგრეა, ესე იგი ქალაქია, მაგას აღნიშნავს. 3 ლომი დროშაზეც და გერბზეც ნიშნავს. ლომის საერთოდ სიძლიერეს ნიშნავს. ჰერალდიკაში. ჰერალდიკა არის, რომელიც აი მე რაღაცებს შეიცავს. წითელი პეისა, ოქროსფერი არის, ხავი და ბარაკა და ასე შემდეგ. ქვემოთ ქრისტიანული ბოლნური ჯვარი აქვს. აი ეს დაბლა წითელი რო ეგ წითელ ხიდს ანიშნავს. წითელ ხიდი საზღვარია აზერბაიჯანთან. და აღნიშნულია რომ აი ხიდი საძღვრისპირა. ხო, ხიდი საერთოდ ჰერალდიკაში ნიშნავს მეგობრობას, რაღაცის დაკავშირებას. რახან აზერბაიჯანელები ჩვენი მეგობრები არიან. აქ ძალიან ბევრი მეგობრები მყავს მარნეულში. ეს ხიდიც აი ეგეთი რაღაცაა. და ქვემოდან აწერია აი ესეთი ბაფთაკ და აწერია მარნეული. მარნეულის ფონზე დავდგეთ. ესე. ცოტა ახლო მოდი რომ ისანეს. 2 ცალი 20 ლარიანი გვაქვს. მე რო აქ მსახურობდი ბატონო დავით. 40 ლარად რაღაცი ჭამა შეიძლებოდა. მოდი ახლა ჩავიდეთ მარნეულში. თვითონ ქალაქში. და 40 ლარად ვნახოთ რა მოგვივა. მე სურვილი მაქვს რომ შენ გაგასინჯო რახან აზერბაიჯანელები ცხოვრობენ აქ ერთი ადგილი ვიცოდი. ძალიან ისეთი რა, კოსტავას ქუჩაზეა. აზერბაიჯანულად გაკეთებული ქაბაბი. და ცხრის მწვადი. თუ მოგვივა. თუ არა 2 ცალი ხომ მაინც მოვიდა. მოკლედ აი ხანი არ ყოფილა ვნახოთ 40 ლარად ჩავიდეთ და ვნახოთ რისი ჭამა შეიძლება, ჰა? წავედ. თან გზაზე ვილაპარაკ. დავიძალეთ მარნეულისკენ. მარნეული 1947 წლამდე ერქვა ბორჩალო, აი ჩამოსახლებელი ბორჩალოელები რო ჩამოსახლეს საქართველოს აღმოსავლეთში მარნეულის მუნიციპალიტეტიო, ადმინისტრაციული ცენტრიაო. კაი. მოდი ახლა ვნახოთ მოსახლეობა აქ როგორ არის ბატონო დავით. მოსახლეობა არის 9903 კაცია, 10308 ქალი. ქალები აქაც ჭარბობენ. აი ესე ჩადიხართ მარნეულში. აჰა. ლომთაგორა მარნეული ეკლესია ჭანძრის სანდის მე-13 საუკუნეში პირველი წყარო აქ იხსენიება როგორც ლომთაგორად. ანუ ამის გარშემო კიდე მარნეულის გარშემო არის ძალიან ძველი მეგალითური ციკლოპური ციხესიმაგრების მწკრივები. საგზაო კვანძია და მე-17 საუკუნეში ირანის შაჰმა შაჰბაზა აქედან აყრილი მკვიდრი ქართველები მოსახლეობის ნაცვლად ამ ადგილას ბორჩალოს თურქმენული ტომები ჩაასახლა. შემდგომში დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. ასე რომ 1964 წელს გამოცხადდა ქალაქად.
ქალაქი არის მართლა და ეხლა ბატონო დავით ჩავიდეთ ავიაბაზისკენ და ვნახოთ ის ძველი საქაბაბე კიდე თუ არსებობს. აი უნდა შეხვიდი, აი რაო ისტანბულ მოლი რო არის. აი მანდ უნდა შევიდეთ და ძალიან ისეთ ადგილზე იყო. თუ კიდე იქ დახვდა ბატონო დავით. იყო ძალიან გემრიელი, აი ქაბაბი და ვნახოთ 40 ლარად რა მოგვივა. სულის თავზე ხო კოხოცილარი. onda მერაბ კოსტავოს კი ბატონო. აქ ბევრი ქართველები ცხოვრობენ, რო იცოდი, მოსახლეობის უმეტესობა 80%-ზე მეტი აზერბაიჯანელები არიან. აი კორპუსები აუშენებია თუ კი აქეთაც ქალაქური ცხოვრება ვითარდება. ჩამოსახლებული სვანები არიან, სომხებიც არიან, ბერძნებიც არიან, რუსები 0% და რაღაცა, ну ცოტა. აი პირდაპირ არის აზერბაიჯანული სკოლა, რო იცოდე, ეხლა მე გიდობას გაგიწევთ ბატონო დავით. აქ რო შრომობდი, ეხლა რაღაცას მანქანით მივდივართ, ფეხით დავდიოდი ხოლმე. აი ამ გზას ყველა ვარიანტში ავტობუსების გაჩერებამდე ფეხით. მოკლედ, ეხლა მივიდეთ იქ საქაბაბიში. უნდა ბინაცა ქონდა 27 ნომერში ნაქერავები. დროშა გვეკიდა და ჯარი მან დავრჩებოდით, როცა ფრენები იყო ხოლმე, იმიტომ რომ დილის 5 საათზე იწყებოდა და ქალაქიდან გასვლა არ იყო უკვე მიზანშეწონილი, აქვე გვეძინა. აი პირდაპირ ხედავ, აი ესე პირდაპირ რო გახედავ, ქუჩის ბოლოში არის სამხედრო ბაზა, ანუ საავიაციო ბაზა. ეხლა რკინიგზის ის უნდა იყოს, რა ქვია, რელსები გადებული. Onda იმ რელსებზე ხელ მარცხნივ უნდა შევუხიოთ და იქ იყო საქაბაბე და ვნახოთ თუ არა და მე ბაზარში წავიდე და ბაზრის შემოგარენში ვნახოთ რა მოგვია. მოკლედ მეგობრებო, მოვედით იქ სადაც მე დავდიოდი ხოლმე არნეულის ავიაბაზაზე რომ მსახურობდი შესვენებაზე. ანუ თუ აქ მოსვლა მოგინდათ როგორ უნდა მოვაყროთ. რო შემოდიხართ ცენტრიდან ავიაბაზისკენ რომ მოდიხართ რკინიგზა არის. რკინიგზის ხელმარცხნივ შემოყვებით ბოლომდე მოხოთ მოადგებით ამ შენობას. სავარჯიშო პარკები არის და სავარჯიშო პარკები? სავარჯიშო პარკი რო იყო ვერ დაინახე. ნუ რა ვიშვილო, როცა საჭმელზე ფიქრობ, მაინცა და მაინც ვარჯიშზე ვერ აფიქრებ, ხო? მოკლედ სავარჯიშო რაღაცეებიც არის. ეხლა რა მინდა თქვა? ეხლა მე აქ მოველოდი რის დახვდეოდა რაც მრავალი წლის უკან, მაგრამ აქ რემონტი გაუკეთებიათ. ეზო კეთილმოწყობილი პალმები დაურგიათ. აქ იყო როგორი რაღაცა და მე რა მინდოდა მეჩვენებინა. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ნამდვილი აზერბაიჯანელები არიან, თვითონ ეს აზერბაიჯანელების იყო და აქ ავჭანთ ხოლმე ქაბაბს და ცხვრის მწვანეს. რა ბატონი დავითი მოვიყვანე და მოგვივიდა 40 ლარში. შევართ ახლა შევუკვეთავთ, დავსხდებით, მოგვიტანენ და ბატონო დავით მე შენ გაჭირე რაღაც. წავიდეთ, აი ქვია, აი ესეთი რაღაცა, ზეჟაბე რესტორანი, ზეჟაბე. თუ ზეჟებე. რაღაცა ფრანგულად აჭრეს. შეიძლება აზერბაიჯანულად რაღაცას ანიშნავს, რომელიც მე არ ვიცი. სიგნალი ყველაზე ფრანგული ქალაქი ის, სხვა სიგნალშიც მივიდეთ. მოკლედ ზეჟებეში მივიდეთ და ჭამოთ ნამდვილი ავთენტური აზერბაიჯანული საჭმელი. აგა დეხა შიგნით შემოვედით. აი იქ არის ეგეთი კაი სამზარეულო, ბევრი ხილიალაგია. Ona აქ არის რაღაცა ნაჭრები, შეგიძლია მიუთით რომ აი შემიწვიდა რაღაცა, მოკლედ. დარბაზში ყაყანია და რაღაცა ყურადღების მიქცევა რო გინდა. ამიტომ ბატონო დავით მოდი აი ეგ შევიდეთ. აბა ვნახოთ განათება როგორია, ანთება შუქი. რა? რა ტორო? აი აქეთ შევიდეთ მაშინ. მინდი? თბილისის ხედები და მთელი ამბავი. მოკლედ ეხლა დავალოდოთ ვნახოთ 40 ლარად რა მოგვი, ეხლა მოვლენ და მოგვიტანენ. დავბრძანი ბატონო დავით, გავიხადოთ, დავალოდოთ და ვნახოთ რამდენ ხანში მოიტანენ. მოკლედ. მოვიდა. მალე მოვიდა და ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა. ეს არის ცხვრის მწვადი, წიროდევს, ეს არის ქაბაბი. აი ესე ყემალი. ეხლა ნახეთ. ერთი ქაბაბი, ერთი მწვადი, ცხვრის, პური,
აი ეს სასმელი, გაზიანი. პური, აი ეს რაც არის და 5 ლარი კიდე დავრჩა. 35 ესე გადავიღე. აი ამაში გადავიღეთ 35 ლარი. ეხლა ბატონო დავით. აი უყურე, ყველაზე ისეთი რამე, აი ეს არის ყველაზე მჭრე ნაჭირი. მე ეს. ეს გინდა? ო, ძლიერი უფრო გემრიელია. ამა გასინჯე. მოდი ვნახოთ ეხლა რა იქნება. ერთი წამით, წინა რაღაცას ვიტყვი. ბატონ დავით აქ ნაჭამი, ცხვრის წვადი და ძალიან ცუდი შტაბეჭირება დამჭა, საშინელება იყო. აბა ნახოთ აზერბაიჯანისგან. მე წამოვიყვანე სპეციალურად ამისთვის, რომ მეთქი აბა ნახე. აბა. წუნიანი არის და რბილი არის. ის რო ჭამე ფანერასავით რეკო, ხო გითხარი, ეგ მეთქი ცხვრის წვადი არ არის. ცხვრის წვადს უნდა გაკეთება, ისე წავიდეთ ერთხელ ჩვენთან წეში. და მოდი აბა მე გქონ გავსინჯავ. აუ, გასინჯე რა გემრიელია. აი ესეა შემწვარი, შეხედეთ აზერბაიჯანელი ხახვებს და რაღაცებს ორი ხო არა რო ეხმარა. აი ცა? იგივე გემო აქვს? ძველი გემო აქვს? აბა. ნო, როგორ შეტყობა ისე ვისაყავთ. აი. წვადი არის ძალიან მაგარი. მაგრამ იცით, მწვას სპეციფიკური გემო. ხო, კიდე რაღაც პამიდრები არის მოხარისა შემწვარი. აი ესეთი. და შემწვარი ის არის რა ქვია? ტიცაკა. მოდი აბა ქაბაბი მოვიჭრათ. მე აქ უბრალოდ ქაბაბის გამო, ანუ ახლა მოდი. აი მის მუღამი მინდოდა მეჩვენებინა რა, აი ქაბაბიდან. აი ესეთი წვენი გადმოდის, აი შეხედეთ. ხო და აი თუ გინდათ რომ მოდი აბა ჯერ გავსინჯო. ქაბაბი თუ ისე ისეთია როგორც იყო. კი. ბატონ დავით. მოდი რა ხამე შეხაბავს გადმოვიდე. და ეს გასინჯი მომცა, ოღონდ ამას დაგისხავ ძინა, კარგი? აგდას, ხეგდას. აა. გასინჯი. თლიანად ჩააფრინდი? ჩააწე მაგაში, ისე შეჭამ. ჯერ ხო იცი რა. წვნიანია ეს. მაგარ გემრიელია. მოკლედ აქ თუ მოხდებით მეგობრებო 35 ლარად მოგივათ ეს. ნუ ხა თუნთრად 40 ლარა ხარ და ძალიან ისეთი ორ კაც გეყოფათ რა. ორ კაც გეყოფათ ხო რომ დაანაღდეთ სანდაც მიდიხართ ხო შემოხვალ და დარჩენ და არა მაგრამ რაღაც ისეთია რომ შეჭამ და რაღაც გემრიელად თუ გინდათ მიირთვით. თუ არა და მაშინ ორჯერ 35 გადახე და ორმაგი მოგივათ. მოკლედ ეს იყო ჩვენი მარნეულის ვოიაჟი. ცხვრის ხორცი ძალიან გემრიელია. ცხვრის ხორცი მწვადი ხო? მწვადი არის ძალიან გემრიელი. მოკლედ აზერბაიჯანელმა იციან რა. ცხვრის მომზადების მუხამი. ჩვენ უფრო ღორისკენ მივილტვით, მაგრამ ჩვენც ცხვარს, მაგრამ აი მწვადს მაინც აზერბაიჯანელი მაგრა წვავენ. ვინც მეაღვართ აზერბაიჯანელები, თქვენი კომენტარი დაწერეთ. მარნეულელებო, ვინც აქ მე მიცნობდი და ერთად დავარბოდით ხოლმე, როცა იყო, აქედან გამარჯვებას გეტყვით. დანარჩენი რა ვიცი, კარგად ზანდებოდეთ ეს ვიდეო, ბატონ დავით, ამინ დავამთავროთ. შემდეგ ვიდეომდე. და შემდეგ ქალაქამდე, ხო კიდე რა უნდა მეთქვა. პირადობის ნომერი დავწერ დაბლა, თუ ამ პროექტს USA თუ ჯორჯია გვეხმარება ამ პროექტების განხორციელებაში, ანუ საერთოდ ვიდეოების გადაღებაში, მაგრამ უშუალოდ ამ პროექტში ობლათა ვართ რა და თუ ვინმე სურვილი გექნებათ 68 ქალაქია, ყველა გვინდა შემოვიაროთ. სამოგზაურო კომპანიები რაღაცა არ აღწალობენ, ხმას არ უწევენ ჯერ და რა ვიცი აბა თითოეულ არიცო ჯაგვერიცხოთ ხო? პროექტი არ მოგიკვდება თუ არა და რავი, რამდენსაც გავქაჩათ, თუ არ მე შევწყვეთ, იმიტომ რომ თბილ ოთახში ლაპარაკი და ისა ხანყალი ძალიან მაგარია. მაგრამ აი ესეც შორსო გადიხარ და ქალაქებს და რაღაცა ხან ღამის დარჩენა კი რაღაცა გარკვეულ ფინანსებს მოითხოვს. ბევრს არა, მაგრამ ის ცოტაც უნდა კონდეს რა. გაითვალისწინოთ ბატონი დავითი უმუშავარ და მეც უმუშავარ.
ასე რომ თუ იმის სრულად ამ პროექტს დაეხმაროთ, შემოგვეხმიან. ხო, პირად ნომერი რო ჩარიცხო, ჩაგვირცხევ პირდაპირ ჩვენ. არხის დახმარების ფონდს. კარგად გრძანდებოდეთ. შემდეგ შემდეგ ვიდეომდე.